მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დღეს ნახოთ საჯარო გაშლა თემაზე, რა გელოდებათ ივლისის თვეში. ან რას მოგიტანთ ივლისის თვე. გაშლა გვექნება რამდენიმე ვარიანტიანი, პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და ნახოთ აბა რა გელოდებათ ივლისის თვეში. რა ელოდება პირველ ვარიანტს ივლისის თვეში და რა ელოდება მეორე ვარიანტს ივლისის თვეში. პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი ასეთი წითელი ქვა. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, რომელიც მეტად გიზიდავთ. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების საბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო და ასევე ვისაც არ გაქვთ მოწონებული ჯერ კიდევ ჩემი გვერდიც მაიწონეთ, მაგრამ და მოდით ნახოთ აბა რა გელოდებათ ივლისის თვეში პირველი ვარიანტი თქვენ. კვერთხების მეთქით ასების რაინდი ამოვიდა აქ. და პირველ რიგში როგორც სიგნიფიკატორი ძალიან პოზიტიური არკანი არის და მეტყველებს იმის შესახებ, რომ ივლისის თვე თქვენთვის იქნება ახსავსე შთაგონებებით, მოტივაციით, ხელოვნებითაც კი ბევრი თქვენგანისთვის. და ნახეთ მეგობრებო, თასების რაინდი არის შემოქმედებითი ენერგიის, მუზის, შთაგონების წინსვლა. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენ თავად ხართ ეს თასების რაინდი. თქვენ თავად გექნებათ იმის მუზა, იმის მოდი ჟარგონს გამოვიყენებ და მოღამი, რომ რაღაც ხელოვნებით დაკავდეთ, რაღაც ახალი გააკეთოთ თქვენს რეალობაში. განსაკუთრებით ხელოვანი ხალხისთვის იქნება ძალიან პოზიტიური თვე ივლისი, ვინც მუსიკით, ხატვით, ძერწვით, ნებისმიერი სახის ხელოვნებით ხართ დაკავებული. და ასევე თასების რაინდი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენკენაც მოდის რაღაც გარკვეული ინიციატივები, რაღაც გარკვეული ყურადღება. თითქოს ივლისის თვეში თქვენს შრომას, თქვენს შემოქმედებას მეტად დააფასებენ ირგვლივ მყოფები, რაღაც ასეთი ენერგიები ჩანს აქ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ივლისის თვეში. ვნახოთ აბა რას მოგიტანთ ივლისის თვე. ახალი მიზნები მეგობრებო. შეხედეთ კვერთხების რვიანი, იმპერატორი კაცი და არკანი ვარსკვლავი. ახალი მიზნები, ახალი ოცნებები, ახალი სურვილები. მეცაც ვიტყვი, ზოგი თქვენგანის რეალობაში ნამდვილად რეზონირდება ისეც, რომ რაღაც თქვენი ოცნება, რაც თქვენ რაღაც ისეთი სურვილი, რაც თქვენ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში გონიათ თქვენთვის მიუწვდომელი ან შეუძლებელი, ზუსტად ეს სურვილი ან ეს ოცნება ასრულდება და ეს ეხება თითქოს რაღაც კარიერას ან რაღაც უშუალოდ შინაგან მიზნებს. მაგალითად, მოდით ასეთ მაგალითს მოვიყვან, დავუშვათ თქვენ ზოგადად გიყვართ ხატვა, მაგრამ ხატვარი არ ხართ, ანუ ამაზე ფულს არ აკეთებთ, ამიტომაც მთლად კარიერა შესაძლოა ეს არ იყოს, ხო? და გსურთ, რომ კონკრეტულ შედეგს მიაღწიოთ, კონკრეტული ცოდნა მოიპოვოთ ამ სფეროში და ზუსტად ასეთი სურვილი ასრულდება. ხვდებით ხომ? მოკლედ ვიღაცისთვის ეს კარიერული იქნება, ვიღაცისთვის უბრალოდ შინაგანი, მაგრამ რაც მთავარია, აქ იქნება რაღაც სურვილის ასრულება, წინსვლა, ახალი მიზნების დასახვა და ასევე პირველი ვარიანტი, თქვენ აქ გირჩევდით იმას, რომ მეტი დრო დაუთმოთ მედიტაციებს და ზოგადად მედიტაციურ მდგომარეობებს, ხელოვნებას. აი, თუნდაც ელემენტარული იმით შთააგონოთ ხოლმე თავი, რომ რაღაც ლამაზ ადგილებში წახვიდეთ შეძლების დაგვარად, მეტად ბუნებაში გაატაროთ დრო, წყლის სტიქიასთან ხომ მით უმეტეს. ან უბრალოდ ლამაზი რაღაც ნახატების, სურათების თვალიერება თუნდაც პინტერესტზე, ხო, რატომაც არა, ისეთ ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს. კარგით, სულ ეს არის მეგობრებო, პირველი ვარიანტი. დაგემშვიდობებით და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. თქვენ რა გელოდებათ ივლისის თვეში უკაცრავად და აქ უკვე ამოვიდა თასების დედოფალი. თასები. როგორც ჩანს, ივლისი იქნება საკმაოდ ემოციური და ემოციებით, შთაბეჭდილებებით ახსავსე თვე და თქვენთვის მეორე ვარიანტი ნამდვილად მოდის რაღაც ახალი შთაბეჭდილებები. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი, თქვენ აქ
ივლისის თვეში იქნებით მაქსიმალურად სენსიტიური, მაქსიმალურად მგრძნობიარე ენერგიების მიმართ და რა თქმა უნდა ამას როგორც თავისი პლუსები, ასევე უარყოფითი მხარეებიც აქვს, ამიტომაც ფრთხილად იყავით მაგალითად ხალხმრავალ ადგილებში, კარგად დააკვირდით ადამიანებს, რომლებიც თქვენში იწვევენ ნეგატიურ ენერგიებს, იმიტომ რომ გექნებათ იმის საშუალება ნამდვილად რომ გაფილტროთ თქვენი გარემო ერთგული მყოფებისგან, არასაჭირო ერთგული მყოფებისგან, შურიანი ადამიანებისგან, პარაზიტებისგან, იმიტომ რომ ძალიან კარგად იგრძნობთ ასეთ რაღაცეებს. ასევე მეორე ვარიანტი, ახლა რასაც ვიტყვი, ეს რეზონირდება ქალბატონებისთვის, მხოლოდ მამაკაცებისთვის ცოტა ხანში გავაგრძელებ. ქალბატონებო, თქვენ ივლისის თვეში საკუთარ თავზე იგრძნობთ ძალიან ბევრ ყურადღებას, ძალიან ბევრ სიყვარულს. თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე არ გყავთ სასიყვარულო პარტნიორი, ძალიან დიდი შანსია ან გაჩნდეს უშუალოდ ერთი კონკრეტული პარტნიორი, ან ზოგადად ძალიან ბევრი ყურადღება მიიღოთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან. ხოლო რაც შეეხება მამაკაცებს, მამაკაცებო, თქვენ შემთხვევაში მე თქვენ პირიქით გირჩევდით იმას, რომ მაქსიმალურად გამოხატოთ თქვენი სიყვარული, თქვენი თბილი დამოკიდებულება, მონატრება, ემპათია, გვერდში დგომა იმ ქალის მიმართ, რომელიც თქვენ მოგწონთ, იმიტომ რომ ეს თქვენზედაც და ამ ურთიერთობაზედაც ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ივლისის თვეში. რა გელით მეორე ვარიანტი ივლისის თვეში ვნახოთ აბა. რაღაც რთული პერიოდი სრულდება, მეგობრებო, თითქოს ახლა ხართ თითქოს ახლაც კი, როდესაც ამ ვიდეოს უყურებთ, ხართ ამ კულმინაციაში, როდესაც კონკრეტული ნეგატიური სცენარი სრულდება, უახლოვდება თავის კულმინაციას, დასასრულს და თითქოს უმეტესობასთან ეს არის რაღაც მენტალური ნეგატიური მდგომარეობა, მენტალური პრობლემები, შესაძლოა ძილის პრობლემებიც კი იყოს ბევრ თქვენგანთან, ან რაღაც სხვა ჯანმრთელობის პრობლემები. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული არც ის, რომ უბრალოდ ნეგატიური მოვლენები ხდებოდა ახლო წარსულში, ბევრი ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, ცხადია. მაგრამ რაც მთავარია, კულმინაციას უახლოვდება და ივლისის დასაწყისში აუცილებლად იქნება ამ ნეგატიური სცენარების, ნეგატიური ფიქრების დასასრული. ასევე შეხედეთ მეგობრებო, აქ როგორი არკანები ამოვიდა ჩვენთან. თქვენ დაგჭირდებათ ივლისის თვეში ის, რომ მეტი დრო დაუთმოთ და მეტი ყურადღება დაუთმოთ თქვენს ფიქრებს, თქვენს შინაგან მდგომარეობას, იმიტომ რომ თქვენთვის ივლისის თვე არის ერთგვარი გამოჯანმრთელების, ერთგვარი თვითთერაპიის თვე. არკანების დამატება მინდა ძალიან. ასკესებიც იქნება ძალიან კარგი, თუ რა თქმა უნდა ამისთვის მზად ხართ. მეორე ვარიანტი. არკანი სამყარო, არკანი კვერთხების სამიანი, არკანი კოშკი, არკანი ხმლების ოთხიანი. ძალიან მძლავრი ცვლილებები იქნება ივლისის თვეში მეორე ვარიანტი თქვენთვის. ძალიან ბევრი უფროსი არკანი ამოდის, საბედისწერო ცვლილებები იქნება და ცხადია ეს არ არის მარტივი. მოგიწერთ რომ შინაგანი ბრძოლები გადაიტანოთ ძალიან ბევრი, იმიტომ რომ მენტალური მდგომარეობის კუთხით იქნება ძალიან ბევრი ბრძოლა, ძალიან ბევრი დაპირისპირება საკუთარ თავთან, საკუთარ ფიქრებთან, საკუთარ სადღაც ბნელ მხარესთან და რა თქმა უნდა ბნელ მხარეში მე არ გულისხმობ ბოროტ მხარეს და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ადრეც მithქვამს. ბნელი არ ნიშნავს ცუდს და ბოროტს, ბნელი ნიშნავს ფარულს და უარყოფითს. ანუ არქეტიპი ეშმაკი, არქეტიპი ბნელი მხარე ყოველთვის არის ჩვენი უარყოფილი მხარე. ეს შეიძლება სულაც არ იყოს რაღაც ცუდი თვისებები ან ცუდი ფიქრები, ხო? მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი ემოციები და ცუდი ფიქრებიც კი უბრალოდ უნდა დავამუშაოთ. კი არ უნდა დავაიგნოროთ ისინი, არამედ უნდა დავამუშაოთ.
ხვდებით ხომ? და თითქოს აქ ზუსტად ასეთი მუშაობა იწყება საკუთარ თავზე. ამასთან ერთად სრულიად გადატრიალდება 180 გრადუსით, რასაც ქვია თქვენი მსოფლმხედველობა და სულ სხვანაირად შეხედავთ ძალიან ბევრ სიტუაციას. და ივლისის თვეში თქვენ ივლისის ბოლოს უკვე უпростоრად გახდებით სრულიად სხვა ადამიანი შინაგანად. სრულიად სხვა ადამიანი, იმიტომ რომ თქვენ უკვე გექნებათ გადახარშული აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ახლა თქვენში იწვევს შინაგან კონფლიქტებს, დაძაბულობას, მენტალურად ნეგატიურ მდგომარეობებს, უძილობებს და ასე შემდეგ. მოსალოდნელია ასევე ბევრისთვის მოგზაურობა, რაღაც ახალი გზა, როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა. ნებისმიერ შემთხვევაში საკმაოდ პოზიტიური ენერგიები ჩანს, უბრალოდ მენტალურად სირთულეები სამწუხაროდ იქნება აქ მეორე ვარიანტი ამ ყველაფრის გადასახადში. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა და